მე ვარ ალექსანდრე ბარტენაძე 11 წლის. ვსწავლობ სკოლა თაობანში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ძერწვა, ხატვა, კალათბურთის თამაში, საჭმელის გაკეთება და ექსპერიმენტების ჩატარება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ძერწვა. ძერწვა დავიწყე 2 წლის ასაკში. მაშინ კარგად არ გამომდიოდა და თანდათან შევისწავლე. ყველაზე ხშირად ძერწავ კაცუნებს და მულტფილმის გმირებს. ჩემი საყვარელი მულტფილმია ბოსბეიბი. ჩვილი ბავშვია, მაგრამ მოზრდილივით იქცევა. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლა. ცოტა ხანი დავდიოდი ხატვის წრეზე და გამოვედი უფრო მეტად YouTube-ზე რაღაცას რო ჩავწერ, იქიდან მიხატავ. ყველაზე მეტად მიჭირს პორტრეტის დახატვა. ყველაზე ადვილია ექსპერიმენტული ნახატების დახატვა. ტილოზე აწებებ სკოჩს და დახატავ, მერე მოაზრებ და ლამაზი გამოდის. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და ნარინჯისფერი ნაკლებად მომწონს. რომელი ნახატიც კარგი გამომდის, ზედა ინახავს. ახლა დაახლოებით მექნება 30 ნახატი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ ჩემ შვილებს დავათვალიერები. დიდი სიამოვნებით გავყიდი ზოგ ჩემ ნახატს. თითოეულ ნახატი ეღირება 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ძირითადად ვყიდულობ ტკბილეულს. ჩემი საყვარელი ტკბილეულია კიტკეტი. ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 600 ლარი. ხო, დაბადების დღეზე მაჩვენეს და ახლაც ვინახავ, რომ ვიყიდო კარგი პერსონალური კომპიუტერი. ახლაც მაქვს პერსონალური კომპიუტერი, მაგრამ ძველია და სჭედავს. ჩემი აზრით, მუშაობას რო დავიწყებ, ხელფასი მექნება 15000 ლარი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ადრე სწავლობდი მე-9 საჯარო სკოლაში და ის სკოლაც ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი მასწავლებელია მარინა შარაძე, რომელიც მასწავლიდა მე-9 საჯარო სკოლაში. იმიტომ მიყვარს, რომ ის ძალიან ნაზი იყო ჩემთან, მე რამე გამიჭირდებოდა ყოველთვის მეხმარებოდა. ახლა სკოლაში ჩემი საყვარელი მასწავლებელია მარიამ რომანაც. ის არის ჭკვიანი, ლამაზი და ბავშვები უყვარს, რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პოპულარული იუთუბერი. ბავშვობაში ჯერ მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი და შემდეგ ფეხბურთელი. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, იმიტომ რომ ვიქნები უფრო დამოუკიდებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და 2 ზაზური. მინდა მყავდეს 1 ძმა. მამიკო არის ვაჟკაცი, მხიარული და ძალიან უყვარვარი. როგორც თვითონ არის ვაჟკაცი, ისე უნდა რომ გამზარდოს მეც. მამიკოს ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ ჩვენის კარგ რაღაცებს და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ლამაზი, თბილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს მომზადებული კერძები. განსაკუთრებით მიყვარს პიცა. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ტორტას. სხვათა შორის საჭმელების გაკეთება მეც ძალიან მსიამოვნებს. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი მეორე კლასში და ეს საჭმელი იყო ბლინები. ეს ამბავი იქიდან მახსოვს, რომ გაკვეთილი გქონდა ბლინებზე და მასწავლებელმა თქვა, რომ მოამზადეთ და ვიდეო ჩამიგდეთ. მიყვარს კომიქსების კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს მეყოლებოდა პატარა ძმა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბეშუმში და ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია კარგი ჯიშის წაღლი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს სპაიდერმენის სუპერძალა. ბედნიერება არის კარგი მეგობარი, კარგი ძაღლი და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.